მე მინდა შევეხო ერთ თემას. იცით რომ რაღაც გულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ჩვენ როგორც კანონმორჩილი ადამიანები, როდესაც მიწის შესახებ კვლავ როცა დაეშვა მიწის გაყიდვა, მადლობა ღმერთს რომ რაღაც ახლა რეგულაციები დაწესდება და არ გაიყიდება ეს მიწები მანამდე სანამ არ მოემზადებიან. კარგად, ტყუილა ხომ არ იყო გაჩერებული, რა ვინმეს ახირება ხომ არ იყო, ეს სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო, რადგან სასამართლო მასე განსაჯა უნდა მოусმინოთ მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩნდება კითხვები და მრავალი კითხვა იბადება სხვათა შორის. სასამართლოს ვალია სიმართლის დადგენა და იქ რაღაც ისეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ზოგ ხარეს არ მოეწონება, ზოგისთვის მოსაწონია, ესაც გასაგებია, სრულიად გასაგებია, იმისთვის არის სამართალი და სასამართლო, რომ უნდა მოусმინოთ და თუ კანონმორჩილი ხარ, უნდა აღასრულო კიდევაც. თავიდანვე ხო მიწები არასწორად გაიცა. ეს დაიწყო საბჭოთა კავშირում დაიშალა, იმის მერე მიწის რეფორმა გატარდა და კარგად იცით რომ სულ ნაგლეჟ გადაეცა, ხალხსაც გადაეცა და ისე მაშინ მის თანამდებობაზე იყო, ვინც ძალოვნებში მუშაობდა, მაღალი თანამდებობა ჰქონდა, იმათაც საკმაოდ დიდი მიწის ფართობები აიღეს. და მაინც ძირითადად მიწა ქართველი კაცის ხელში იყო. დიდი ინვესტიციები რომ შემოვიდეს ქვეყანაში, ეს შეიძლება მიწათ მოქმედების მხრიდანაც შემოვიდეს სოფლის მეურნეობიდან, არის საჭირო ძალიან დიდი ფართობები, მაგრამ როგორც გითხარით, ისე მოხდა თავიდან მიწების გაცემა, რომ ეს დიდი ფართობები, რაზეც მართლაც დაინტერესდებოდნენ და სოფლის მეურნეობაც განვითარდებოდა, არასწორად იყო გატარებული თუ არა და შეგიძლიათ კითხოთ მაგ დარგის სპეციალისტებს და იტყვიან ისინი. ამიტომ ეს აჩქარება, რაც ახლა უნდა მომხდარიყო, ალბათ ბევრ კითხვას ბადებს, თუ რატომ მოხდა ახლა, იმიტომ რომ ქვეყანას სხვა მრავალი პრიორიტეტი აქვს, რომელიც სხვა სირთულეები გვაქვს, ეს სირთულეები გადასალახავი გვაქვს და ამ დროს კიდე ერთი რაღაცის დამატება რთულია, იმ დროს, როდესაც ქართულ კაცს ფული უჭირს ძირითადად და როცა იყიდიან იმ მიწას, ვინ დაამუშავებს, ვინ რამდენია მიწა ნაყიდი და წლების წინ არ მუშავდებოდა უდიდესი ნაწილი მიწების. ამიტომ ასე ხელაღებით ჩვენი წინაპრების ნაბრძოლი და შემორჩენილი მიწის გასხვისება ცოტა ალბათ დამაფიქრებელია და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დამოკიდებულებაში. სასამართლო, მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლო, თუნდაც უზენაეს სასამართლო, ჩვენ ვიცით რომ რეფორმა გატარდა და მადლობა ღმერთს მოხდა ისეთი რამ, რომ ალბათ სხვა ერებისთვისაც სასწავლებელი იქნება ეს ჩვენი მაგალითი, ძირითადად იგივე დარჩა, ყველა იგივე დარჩა, თორემ უკრაინაში ასე ვთქვათ, დემოკრატიულმა პროცესებმა ყველაფერი შეცვალა, სასამართლოშიც ყველა შეცვალეს, ყველა დონის სასამართლოში, ჩვენთან იგივე ხალხი დარჩა და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ არ ჩაერევა სასამართლოს საქმეებში. და შეხედეთ, მართლაც პროკურატურიდან შედის საქმეები და სასამართლო უკვე მორჩილი ბავშვივით ყველა გადაწყვეტილებას არ ემხრობა, რასაც ითხოვს პროკურატურა, თუ დასაბუთებული არ იყო, არ იღებს და 3-4 წლის წინ მაგას როგორ გაბედავდნენ, ხო? ხომ ვიცით, ვერ გაბედავდნენ. რა დღეში ჩავარდებოდნენ, ციხეებს თვითონ გაავსებდნენ. სახელმწიფომ ხელი აიღო ჩარევისაგან, მაგრამ რომ ვუყურებთ ახლა ბრიყვები არავინ არა ვართ, ხედავთ რომ ძველი გავლენებისგან განთავისუფლებულები არ არიან. თქვენ დალოცულებო, ხედავთ რომ სახელმწიფო არ ერევა.
იმ ძველ გავლენებსაც თავი გაანებეთ. თუ რამით გაშინებენ, ერი მაგასაც გაპატიებთ, იმიტომ რომ ვიცით მაშინ რაც ხდებოდა, რომ არა თქვენი არასწორი ქმედებები მაშინ იმ პერიოდში 200 თუ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი არ ეყოლებოდა ქვეყანას, ეს ხომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდნენ, ხომ პოლიტპატიმრებიდან. ამიტომ დღესაც იმაზე ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირდეს. თქვენ არ იყოთ ის, რომლებიც სიმართლის დადგენის მაგივრად არეულობის სულის შემდგმელები იქნებით. ყველაფერი შეგეძლიათ, ყველაფერი გაქვთ თქვენ, რომ მართლაც სამართალს ემსახუროთ.